საქართველოში Motorola ბევრისთვის პირველი ტელეფონი იყო. ის გასაშლელი ტელეფონი, რომლითაც პირველად დაურეკე ვინმეს, ან ფოტო გადაუღე მეგობარს. ბოლო წლებია ბრენდი აქტიურად ცდილობს პოზიციების გამყარებას, რასაც სრულიად ახალი ხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პირდაპირ სურნელოვანი smartphone-ით აკეთებს. ეს არის მომენტი, როცა Motorola ცდილობს შემოგთავაზოს იდეალური ბალანსი ფასსა და შესაძლებლობებს შორის. მე გიორგი ვარ და მოდი ერთად განვიხილოთ Motorola Moto Edge 60 Fusion-ი, რომელიც ორ ფერშია ხელმისაწვდომი, ლურჯი და ნაცრისფერი. და ჩვენ აქ ლურჯი წარმომადგენელი გვყავს. მანამდე არ დაგავიწყდეს ზუმერის არხის გამოწერა. რამდენიმე დღე ამ ტელეფონს აქტიურად ვიყენებ და სიმართლე გითხრათ, როდესაც ყუთი გავხსენი, სანამ ტელეფონს ამოვიღებდი, პირველი რაც ვიგრძენი იყო სურნელი. ანუ კი, სწორად გაიგეთ, ამ ტელეფონს სუნი აქვს. ჩემი აზრით, სასიამოვნო მსუბუქი არომატი, რომელიც რაღაცნაირად გეხმარება ტექნიკასთან პირველი კონტაქტი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადო. სანამ ტელეფონს ხელში დაიჭერ, აქვე ერთი სასიამოვნო დეტალი. სხვა საშუალო კლასის ბრენდებისგან განსხვავებით, Motorola გვატანს case და რა თქმა უნდა, კაბელსაც. ტელეფონს როცა უკვე ხელში დაიჭერ, ხვდები რომ Motorola მხოლოდ არომატზე არიზუნა. უკანა მხარეს ხვდება ვეგანური ტყავი. ყველას ჰქონია ის შეგრძნება, სრიალე ტელეფონი რომ გიჭირავს და გეშინია არ გაგივარდეს. აი, ამ ტყავის კორპუსის დახმარებით კი ეს პრობლემა არ გექნებათ. ძალიან კომფორტულია და სიმართლე გითხრათ, იმაზე პრემიალურად გამოიყურება, ვიდრე რეალურად ღირს. წინა მხარეს 6.6 ინჩიანი გვერდებზე გადასული OLED ეკრანი გვაქვს 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. რაც ნიშნავს იმას, რომ სკროლვისას გამოსახულება მოძრაობს ძალიან რბილად ყოველგვარი დაყოვნებისა და ხარვეზის გარეშე. ვიდეოს ყურება კი ასეთ ეკრანზე ნამდვილი სიამოვნებაა, როცა ამ ყველაფერს ამზაფრებს სტერეოდინამიკები Dolby Atmos-ის ხარდაჭერით. მაგრამ რამდენად კაშკაშაა რეალურად. წარმოებელი ამბობს, რომ მისი პიკურისი კაშკაშე 4500 ნიტია და ჩემთვის ამ ტელეფონის სინათლე სიმართლე გითხრათ იდეალურია. ზაფხულში შუა დღისით გარეთ ყოფნისას ნამდვილად არ მქონია პრობლემა, რომ ეკრანზე რამე ვერ გამერჩია. ასე რომ კითხვაზე არის თუ არა საკმარისად კაშკაშა, ჩემი აზრით კი ნამდვილად არის. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი გამოცდილებაა. საინტერესო იქნება თქვენ რას ფიქრობთ, ვინც უკვე იყენებთ ამ მოდელს. მეთანხმებით? ან იქნებ სხვა რამე გაქვთ სათქმელი? დაგვიწერეთ კომენტარებში. ეკრანზე საუბრისას მხოლოდ სიკაშკაში არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია მისი დაცვაც. აქ ეკრანს იცავს Gorilla Glass 7, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მდგრადია ნაკაწრებისა და მცირე დავარდნების მიმართ. აქვეა თითის ანაბეჭდის ოპტიკური სკანერიც, რომელიც პირდაპირ ეკრანშია ჩაშენებული და ჩემი გამოცდილებით ყოველდღიური გამოყენებისას საკმაოდ მოსახერხებელი, სწრაფი და სანდოა. როგორც დასაწყისში ვახსენე, Motorola ბევრისთვის პირველად გადაღებულ ფოტოსთან ასოცირდება. ნახოთ როგორია თანამედროვე Motorola-ს კამერა. ალბათ ყველა ვთანხმდებით, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ტელეფონი, თუ შენი საყვარელი მომენტები ვერ დააფიქსირა, საერთოდ რა აზრი აქვს. მთავარი კამერა 50 მეგაპიქსელიანია, რომელიც დღის შუქზე შესანიშნავი დეტალიზაციის ფოტოებს იღებს. ფერები ბუნებრივია და არა ზედმეტად დამუშავებული. რაც შეეხება ღამეს, აქ შედეგი საინტერესოა. მართალია ზოგჯერ პროგრამული უზრუნველყოფა ცდილობს კადრი ზედმეტად გადაანათოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ფოტოს დეტალიზაცია და სისუფთავე მაინც მისაღებია. ვიდეოს გადაღებას ჩვენი Motorola 4K რეზოლუციაში გვთავაზობს. ამას დამატებული პროგრამული სტაბილიზაცია, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი TikTok-ისთვის, Reels-ისთვის ან უბრალოდ მოგონებებისთვის. შედეგად გვაქვს ისეთი ვიდეო, რომელიც პირდაპირ შეგიძლია ატვირთო Reels-ადან TikTok-ზე დამატებითი edit-ის გარეშე. და რით მუშაობს ეს ყველაფერი? ჩვენ აქ გვხვდება MediaTek-ის 4 ნანომეტრიანი Dimensity 7300 და Motorola საკუთარ თავზე მორგებული მსუბუქი ინტერფეისი Hello UI. ეს არ არის ისეთი მძიმე და გადატვირთული სისტემა, როგორც სხვა Android-ებში გვხვდება. Motorola-მ შეინარჩუნა სისწრაფე და სიმსუბუქე, პლუს დაამატა ინდივიდუალური შრიფტები, ფერები, აიკონები, ასევე შეგიძლია საკუთარ გემოვნებასაც მოარგო ინტერფეისი, რასაც ბევრი iPhone-ის მომხმარებელი ინატრებდა. პროგრამული უზრუნველყოფის ეს მიდგომა, ანუ სისწრაფე პლუს სასარგებლო ფუნქციები იდეალურად ასახავს იმას, თუ რატომ შეარჩია Motorola-მ MediaTek-ის ჩიპსეტი. მან აქცენტი გააკეთა არა მაქსიმალურ სიმძლავრეზე, არამედ ბალანსსა და ეფექტურობაზე. ეს ჩიპი შესანიშნავად დარტყმებს თავს ყოველდღიურ დავალებებს. ნაკლებად ხურდება და რაც მთავარია, ელემენტს ძალიან ურთხილდება. სწორედ ეს არის ის ჭკვიანური კომპრომისი, რომელიც ფასსაც გვიმცირებს და გამოყენების კომფორტსაც გვინარჩუნებს. ამას ემატება 5200 მAh-იანი ელემენტი, რისი დახმარებითაც ერთი დამუხტვით ტელეფონი თავისუფლად გეყოფა მთელი დღის
წლის განმავლობაში. ის იდეალურია ყოველდღიური დავალებებისთვის. ზარები, მესენჯერი, TikTok-ი, YouTube-ი. უბრალოდ მოსთხოვთ 25 აპის გაშვებას და პარალელურად CapCut-ში 4K ვიდეოს მონტაჟს, რომელსაც 5 სხვადასხვა ეფექტს ადებთ. ეს პროცესი შეიძლება მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელოს. კარგი, მოდი ახლა ვიყოთ ბოლომდე გულახდილები. იმისათვის, რომ ამ ფასად ასეთი კარგი ბალანსი მიეღო, Motorola-მ რამოდენიმე მიმართულებით ფულის დაზოგვა გადაწყვიტა და ეს სრულიად ნორმალურია. პირველი, ეს არის პროცესორი, რადგან უახლესი და ყველაზე ძვირი ჩიპსეტის ნაცვლად მათ აირჩიეს სტაბილური და ენერგოეფექტური ჩიპსეტი, რაც ფასს დაბლაწევს და ამავდროულად ელემენტსაც ზოგავს. მეორე, ეს არის დამუხტვა. Motorola თავისი 65 ვატიანი turbo power დამტენით დაახლოებით 44 წუთს ანდომებს. ეს ერთ-ერთი ის გააზრებული კომპრომისია, რომელიც ამ ტელეფონს ხელმისაწვდომს ხდის. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს სისუსტე იშვიათად შეიგრძნობა. ყოველდღიური გამოყენებისას smartphone-ი რჩება სწრაფ, ენერგოეფექტურ და სანდო პარტნიორად, რაც საბოლოოდ იძლევა კომფორტულ და დაბალანსებულ გამოცდილებას. შენ რა სიტყვი, რამდენად დიდი მინუსია ეს ყველაფერი? დაგვიწერე კომენტარებში. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ Motorola Moto H60 Fusion-ი ნამდვილად იდეალური ბალანსია ფასსა და შესაძლებლობებს შორის. მას შეუძლია გაუძლოს ყოველდღიური აქტიური გამოყენების სირთულეებს. თუ შენ smartphone-ში შეძებს სასიამოვნო ვიზუალს, სტაბილურ მუშაობასა და ყოველდღიური დავალებების საიმედო შესრულებას, თან თუ ძველი Motorola-ს ნოსტალგიაც გაქვს, მაგრამ არ გეთმობა თანამედროვე შესაძლებლობები, მაშინ ეს ტელეფონი ნამდვილად იმსახურებს შენს ყურადღებას. რას ფიქრობ ამ ტელეფონზე? დაგვიწერე კომენტარებში და არ გამოგჩერ ჩვენი ახის გამოწერა, რადგან წინ ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლე გელოდება. დროებით.